მე-14 საუკუნეში ევროპის მოსახლეობის 1/3 შავი ჭირის ეპიდემიამ იმსხვერპლა. გარდაიცვალა 20 მილიონი ადამიანი. შავი ჭირი საქართველოშიც გავრცელდა. მატიანეებში ეს პერიოდი ჟამიანობით მოიხსენიება. ჩვენი ექსპედიცია ანატორისკენ მიემგზავრება. ოდესღაც ამ სოფელში სისაურები ცხოვრობდნენ. ჟამმა გვარი ამოწყვიტა. ერთი ბიჭი გადარჩა და გვარიც იმისგან აღორძინდაო ამბობენ. ყოველთვის მოვდივარ და ვაკითხავ ჩემი მამის დედაულებს რა. ყოველ ავლისას, ჩავლისას ბავშვებს თავისი ინტერესი გზა ესე მიდიოდა ხოლმე და ძალიან გვაინტერესებდა თავისი საიდუმლოთი, თავისი უდროები. დასნეულებული ანატორელები საძველეებისკენ თავისი ფეხით მიდიოდნენ. ევროპაში შავი ჭირი ექიმების სირცხვილად იქცა. მათ ეშინოდათ ავადმყოფებთან მიკარება. მძიმე ეპიდემიის დროს ანატორელების თვითდამარხვას ანალოგი არ მოეძებნება. მთელი სოფელი რაკი ეს ავად იყო, რომ სხვაგან არ გავრცელებული იყო, იმიტომაც აკეთებდნენ საფოს. ასე უფრთხილდებოდნენ თავის სოფელს, თავის ოჯახებს, ვინც რჩებოდა და ჯერ ესენი არ ქონდა შეყრილი. ამ დრამატულ ისტორიას ერთი გადმოცემაც უკავშირდება, რომელიც ქალბატონმა მარინა დაიაურმა გვიამბო. იყვნენ ამ სოფელში სწორფრები, ქუჯეგი და ნაბისი, რომელთაც ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ როგორც სწორფრობის შემთხვევაში მათი დაქორწინება არ შეიძლებოდა. სწორფრობა მთის მისტიკური კანონია. ის ქალისა და მამაკაცის შეცნობას გულისხმობს. მას ხევსურებიც მობილობასაც ეძახდნენ. სწორფერთა შორის სქესობრივი კავშირი სასტიკად იგრძელებოდა. კანონის დამხვევი თემიდან მოკვეთით ისჯებოდა. სწორფრობა, რომელმაც 60-იან წლებამდე მოაღწია ხევსურეთში, იყო სრულიად უცნაური და მოუცნობი ფენომენი. ქალს, რომელსაც არ ყავდა სწორფერი, ის ვერ გათხოვდებოდა. ან ვაჟთან, რომელსაც ქალი არ წვებოდა, იმას არ გაყენებოდა ცოლად არავინ. შეყვარებული სწორფერები, ნაბიისი და ქუჯეგი ერთმანეთს ერიდებიან და თან ერთმანეთს ეძებენ სულ. თემის ადათის წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედეს. ნაბიისი გაათხოვეს, ქუჯეგი კი სადღაც გადაიკარგა. როდესაც დადგა ეს ჟამიანობის დრო, ნაბისაც შეეყარა ეს სენი, როდესაც ნაბისი ჩამოვიდა აკლდამაში და ჩამოჯდა ამ ღამის ჭრდილზე, გამოჩნდა მამაკაცის ლანდი. სრულიად ჯანმრთელი ქუჯეგი აკლდამაში შევიდა და საძვალეც თავისი ხელით ამოქოლა. ნაბიისის კიველმა ხამე ჩამოაქცია, ამბობდნენ. ეს სოფელი დარჩა ისევ ნასოფლარად, თუმცა ევროპაში სიცოცხლე აღსდგა, ბევრი ნასოფლარი და ესეთი ადგილები აღდგენილია, თუმცა დღეს ანატორი დუმს თავის აკლდამებთან ერთად. შატილში ნაბიისის და ქუჯეგის ამბავი დღემდე ცოცხალია. იქ ორი თეთრი ცხენი სულ ყავთ. სახელად ნაბიის და ქუჯეგს არქმევენ. ჩვენ ბრუნდებით და თემას უკვე სტუმართან ერთად განვავრცობთ. მე მინდა მივესალმო ეთნოლოგს ბატონ ბაატა ბუხრაშვილს. პირველ რიგში რა სიტყვით ჩვენ სიუჟეტზე, სადაც წამოწეულია ეს პერიოდი, ჟამიანობის პერიოდი და შემდეგ უკვე გადავიდეთ ეს სწორფრობის ფენომენზე, ტრადიციაზე. როგორ ებრძოდა ქართველი ადამიანი, ანუ აი ამ დაუმარცხებელ სენს, რომელიც ერთგვარ სირცხვილადაც მიიჩნეოდა მაშინ ექიმების, იმიტომ რომ დაუმარცხებელი იყო და უძლური იყო ყველა ამ ეპიდემიის. ჟამნი ასე არის მოხსენიებული წყაროებში და ერთადერთი ეს იყო განრიდება, გასვლა ან აი მაგალითად ახლა უცებ ცნობილი ვაჟი შარლოს მოტივების მიხედვით გადაღებული ფილმი აი ამ ჟამიანობასა და ზოგი ჭირმარგებელია ხო აი გასვლა სოფლიდან ან მაგალითად დაწვა შემდეგ მიცვალებულისა ვინც აი ამ დაავადებით გარდაიცვლებოდა ცეცხლით განწმენდა ხდებოდა ჰაერის შეძლების დაგვარად ახლა როგორ გაწმენდნენ მაგრამ მაინც ეს იყო და მიკარება არ შეიძლებოდა და აი ახლა ეს ანატორის აკლდამებთან დაკავშირებით არის ეს თქვენ სიუჟეტის გავიდა ინფორმაცია რომ შედიოდნენ და იქ ველოდებოდნენ თავისი ფეხით მიდიოდა თავისი ფეხით დაავადებული გასვლა ხდებოდა უბრალოდ ხალხი მიდიოდა სახლს აუჭედავდნენ მე ანუ
იქ ევროპაში როგორ ებრძოდა ლოკალურად თქვა სოფლის სხვა ნაწილი და ქართველი ადამიანი ანუ ამ ახლა რამდენადაც ცნობილია ის მონღოლთა შემოსევა შემოყვა ეს დაავადება აღმოსავლეთ აზიიდან შემოვიდა დაავადება და არის ესე რომ აი ჟამნი სამი ფერის გამონაყარით გამოირჩეოდა და როდესაც შვერინგი გამოუვიდოდა ადამიანს ეს ქართულ ლიტერატურაშიც არის აღწერილი კონსტანტინე გამსახურდიას ხშირად ნახსენები დაავადება და იწყებოდა აი ციებ-ცხელებით და ცემინებით ხო ციებ-ცხელებით შემდეგ ტანზე დააყრიდა და უკვე ეს პირველი ნიშანი იყო იმისა რომ დაავადებული იყვნენ აი ამ უკურნებელი სენით შავი ჭირით ფაქტიურად და შემდეგ განერიდებოდნენ და ეს მთელ ევროპას მოედო შევიდა იქაც ეს დაავადება და საკმაოდ დიდი მსხვერპლი გამოიწვია იმ პერიოდის მოსახლეობაში. ეს სოფელი დღემდე არის ცნობილი აი ამ არაერთი ლეგენდით, რომელსაც ჩვენი სიუჟეტიც კი ამბობდათ და პასუხობდა, თუმცა დღემდე მიტოვებულია. ანუ ფაქტობრივად დამთავრდა იმ ჟამიანობის პერიოდით, არა ეს ცოცხლე ამ სოფელში. ახლა აი აკლდამებთან დაკავშირებით, ახლა ეს აკლდამური დაკრძალვის წესი საერთოდ მთელ ჩრდილო კავკასიაში, აღმოსავლეთ ჩრდილო კავკასიაში არის გავრცელებული. ახლა გვერდზე იქვე არის სოფელი მუცოშიც არის ესეთი აკლდამები. შემდეგ ოსეთში უსეთი რასაც ქვია და რაც არის უსეთი ქარის ჩეჩენო ინგუშეთში ჩეჩნებში ინგუშებში იქ ჯაირახის ხეობაში ხშირად ხდება ეს ინგუშეთის ტერიტორიაზე რომ გავუყვებით ახლა სხვაშორის ეს შესაყარია მდინარეთა შესაყარია ეს ანატორი სადაც მდებარეობს და იქეთ წყალი უკვე მიედინება ქისტეთისაკენ ინგუშეთისაკენ და ეს ძალიან საინტერესო სოფელი გახლავთ იმ ხრივ რომ აი აქ არის სალუცავი შემორჩენილი რჯულიან თურჯულ სალუცავს ისე ქვია ანატორის ჯვარი არის ესე ცნობილი ესეთი სალუცავები ბევრია აი მაგალითად ხახმატის ჯვარი რჯულიან თურჯულ სალუცავად მიიჩნევა სადაც შეუძლიათ რომ სხვა აღსარებლობის ესე იგი მაჰმადიანური აღსარებლობის პირები მოვიდნენ და შესწირონ საკლავი და სხვაშორის ეს სალუცავი ხახმატის ჯვარი იმითაც არის საინტერესო რომ აქ ქალს შეუძლია საკლავი დაკლას სხვაგან ეს ახდება და ბედის გავხსნელადაც ითვლება აი როგორ მოხდა რომ შემდეგ ეს სოფელი აი ისევ დარჩა ესეთ ნუ აღარ დაესახლა ეს ხალხი ნუ აკლდამები ძლიერი იყო ეს ამ ლეგენდების და ამ პერიოდის ნუ ახლა ალბათ ახლა გვერდზე არის იქაც სოფელი მუცო და აქეთ შატილი მუცოსა და შატილ შორის არის სოფელი მოქცეული ეთყობა რომ გაწყდა მოსახლეობა მე აღარ დაესახლა თორე ამ ტრადიციაზე გადავიდეთ სწორფრობა ხო? კი, სწორფრობა რომელიც აი წამოწეული ამ სიუჟეტში რას ნიშნავს? ხო, ეხლა ძალიან საინტერესო ტრადიციაა. საერთოდ როდესაც ჩვენ ტრადიციებზე ვსჯელობთ, დღევანდელი გადასახედიდან არ უნდა შევხედოთ მას მხოლოდ და უნდა ამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან, იმ კულტურულ კონტექსტში უნდა გამოვიხილოთ, როდესაც იშვა, სადაც როცა ვითარდებოდა და აქედან შეიძლება ძალიან უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ იმ პერიოდში ეს თუ გავითვალისწინებთ დასახლების წესს, სამეურნეო კულტურულ ტიპს, ჩაკეტილ სივრცეს, მონოგამიურ დასახლებას, პატარ-პატარა ჯგუფებად იყო ხო სოფლები მაშინ დასახლებული მონოგამიური დასახლებები იყო. ჩაკეტილი სივრცე იყო, სადაც ზამთარი 8 თვე გრძელდება, თოვლია და ახლა ძალიან საინტერესოა, რომ აი ამ სწორფრობას, რომელიც ხევსურეთში ასეა ცნობილი, ხომ ეს აღუწერიათ ბევრს, ქართველ ეთნოგრაფებსაც, კი, ამაზე ჩანაწერებიც არის, ახლა აი მაგალითად 91-ში გამოვიდა ძალიან საინტერესო ჩანაწერები ნათელა ბალიაურისა, გიორგი ოჩიაური ცნობილი სკულპტორი გახლავთ მისი დედის, რომელიც ცნობილი ინფორმატორი გახლდათ ვერა ბარდაველიძის და გიორგი ჩიტაიასი და აი არის ეს აღწერილი
აქეთაც არის ესე იგი ეს მოგხსენებათ ეს რეგიონი ფხოვად მოიხსენიება ხევსურეთი ფხოვის ნაწილია შუა ფხო ფშავიც ფშავშიც არის ეს ცნობილი წაწლობის სახელითაა ცნობილი წაწლობას უწოდებენ მას ამ ხრივ ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარა ცნობილი ქართველოლოგი გახლავთ ჩვენი კოლეგა საქართველოს დიდი მოამაგე ქართული მეცნიერების ბატონი ქევინი ის წინვალე ქევინ თვითი მორეალის უნივერსიტეტის პროფესორი გახლავთ საქართველოს დიდი ხანია ის დადის და იკვლევს ჩვენს მთასაც ბარსაც და ჩრდილო კავკასიას და ქევინს აქ ძალიან საინტერესო მიგნება რომ ის ქართულ ენობრივ სივრცეში თავისუფლად მოძრაობს აი სვანეთში არის შემორჩენილი ესეთი ცნობილი ეს ჭაჭილარს ეძახიან ახლა ის ეტიოლოგიურად ჭაჭ და წაც ძალიან წააგავს ერთმანეთს და ერთიანობრივი მიდან ამოდის ხო ეს ქევინი ვარაუდობს რომ ეს მსგავსი ტრადიციები ჩვენ საქართველოს სხვა კუთხეებში და არა მარტო საქართველოში მთელ აი ამ ზოლზე ჩრდილო კავკასიაშიც კი უნდა ვივარაუდოთ რომ ამბეგვარი რამ არსებობდა ეხლა სწორფრობის ტრადიცია ეხლა ეს აი სიუჟეტში იყო ინფორმაცია არაბული გახლავთ ეს პიროვნება ვინც კაცი ვერც შეითავდა ცოლს და ვერც გათხოვდებოდა ყოველ შემთხვევაში სახელიანი ვერ იქნებოდა თუ მას არ ყავდა სოფერი არ ყავდა წაწალი კი ეხლა ეს უბრალოდ გამოჩინებს ვინ მოსწონთ ესე ვინც შესახედია ვინც ვაშკაცია ვინც ლამაზია და აქედან გამომდინარე ამ ჩაკეტილ სივრცეში ეხლა ეს უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ძალიან საინტერესო ეს გახლავთ მონოგამიური დასახლება იყო და თემში და ქორწინება იყო ნუ კაცრად აკრძალული იმიტომ რომ ნუ ინცესტი და სისხლის შერევა მოგეცენებათ ჯაზახს თავმალობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს და აქედან გამომდინარე ამ ჩაკეტილ სივრცეში ერთმანეთს აცნობდნენ აი ამ სამყაროს ქალისა და კაცის სამყაროსთან რაც თავარია სულის სიმტკიცეს გამოუმუშავებდათ ეხლა ეს კაცრად არის ხო აკრძალული მათ შორის რაიმე სქესობრივი ურთიერთობა და შვილიერება ხო მით უმეტესად თუ ეს გაბჟღანდებოდა ნუ საშინლად ისჯებოდა ამის ჩამდენი იმიტომ არ შეიძლებოდა რომ აი ეს თემს შიგნით მომხდარიყო რაიმე ყოველთვის თემს გარედან უნდა მოეყვანათ და ეს ხშირი იყო ისიც რომ მაინც რაღაცა ისეთი წრფელი გზნობები ჩდებოდა ანუ მათ შორის და არ იყო ეს მიზეზი იმისა რომ აი ძალიან ხშირად თვითმკვლელობები თუ ორცდების სტატისტიკურად ხო ნუ კი აი ხევსურეთი და ეს მთაც ცნობილია ამ ნიადაგზე თვითმკვლელობების რაოდენობით საკმაოდ მაღალია თან ახლა აქ კიდე ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ ძალიან ემოციური ხალხია შესაბამისად ღვთის მოსახლეობა და აქ ეს სირცხვილის გძნობა ეს როდესაც ის კაც თავის მოჭრა ერჩივნა სახელის გატეხვა და როდემდე გვხდება ანუ ეს ეხლა თან ხო ეს ძალიან საინტერესოა სხვათა შორის ეს კარგი შეკითხვა დასვით როდესაც მთა დაცალეს მიზანმიმართულად აი აქ ქევინსაც ძალიან კარგად აქვს ეს და ჩვენ ერთობლივად გვაქვს ამაზე. როდესაც თა დასალეს სამი ძირითადი რამ ქრება ღვთის მოსახლეობაში, ხევსურეთი მაქვს მემხედველობაში. ეს არის წაწლობა, სწოფრობა, კეჭნაობა, ესეც სულის ვარჯიში არის, ხო? აი როგორც ადამიანი სულიერად მტკიცია და ის ინსტინქტებს არ ემონება, რაც არ აღწადდეს იგი იქმე მუსდევ წადილთანებასა, ხო? ის უფრო მტკიცია, უფრო ძლიერია და ასევე იყო კეჭნაობაც. აი, როდესაც კი შეერია ღვთის მოსახლეობა ჩამოიყვანეს ბარში და ეს მიზანმიმართულად მოხდა. ცნობილია რომ თა ძალიან კონსერვატული იყო. მეფის რუსეთმაც კი ვერ მოუხერხა რამ და საბოლოოდ მაინც აი საბჭოთა იმპერიამ ერთადერთი გამოსავალი პოვა რომ თა დაეცალა მიზანმიმართულად და გაასახლეს მოსახლეობა. ხო, სრული მნიშვნელობით როგორც ეხლა მაგალითად როგორც დაზარალებული არის ამ ხრივ ჩრდილო კავკასიის მოსახლეობა და ჩეჩნეთი ინგუშეთი მაგალითად რომ გაასახლეს ხო ჩეჩნები ინგუშები მანამდე ჩერქეზები გაასახლა რუსეთმა. ასევე საქართველოს
სოფლის მოსახლეობას თიდან დაცალეს მიზანმიმართულად ჩამოიყვანეს ბარში და მაშინ შეიქმნა ეს სოფლები რო ახევსურთა დასახლებები ეს გამარჯვება მაგათ ხოსი ძალიან საინტერესო რაღაცა იყო ეს მომენტი გახლავთ რომ ამ კომუნისტებს და აი ამ მართლობას ახლდა ესეთი ცხოვრების წესი რომ შეერყვნათ მიზანმიმართულად მათი ასე რომ ვთქვათ სულიერი სამყარო აი მაგალითად მთაში ცნობილია ხევსურეთში რომ ქათამი ეს უწმინდური ფრინველი ასე ვთქვათ როგორც გარჭამენ ამ ჩამოასახლეს ხევსურები გამარჯვებაში და მეფრინველების ფაბრიკა აუშენეს ხო აი მაგალითად ხახმატის ჯვარში მაგალითად არის პრივი ადგილი სადაც ქალი თუ მეტეს ერიდება იქ გავლას ხო აი გზა როდესაც გაიყვანეს ამ პრივზე გაატარეს პირდაპირ და ეს ამის ესეთი თემაა, რაზეც შეიძლება მართლა დიდი ხანი საერთოდ თვის კულტურა ძალიან საინტერესოა და ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრათ რუსულ სუდანძნელაძეს და ნინო ლაშქს რომ ეს თემა წამოწიეს და გაგვახსენეს თუნდაც ეს სოფელი რომელიც შეიძლება მივიწყებულია დღეს თუმცა აი ამდენ ისტორიას და ამდენ ლეგენდას უკავშირდება დღემდე მისი არსებობა ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ ჩვენ რეკლამაზე გავდივართ და დაბრუნდებით ძალიან მალე დაგვალოთ